გასული კვირის მიწურულს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თსეუს რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა, თუმცა მეორე მხრივ განათლების სამინისტროდან გამოსული შეხვედრის მონაწილეები მედიასთან აცხადებდნენ, რომ თსეუსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ოცნების მთავრობას უკვე მიღებული აქვს, რომ მინისტრი შეუვალია და დიალოგი შესაძლოა მხოლოდ კონკრეტულ დეტალებზე გაგრძელდეს. უფრო ვრცლად რაზე ისაუბრეს მხარეებმა და რა მოტივები ამოძრავებს ოცნების მთავრობას, მოგყვება ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ირინა გოცირიძე, რომელიც სტუდიაში გსტუმრობს. გამარჯობა ქალბატონო ირინა, მადლობა თქვენი დროისთვის. პროექტში შეხვედრის დეტალები მინდა რომ ვკითხოთ, რა იყო მთავარი, რაზეც ისაუბრა მხარეებმა და რა იყო სამინისტროს პოზიცია, არის თუ არა რაიმე რესურსი დარჩენილი იმისა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც გამოცხადა გაერთიანების მიმართულებით, რაღაცნაირად შეცვლილი იქნას ან დროებით გადავადებული იყოს. რა იყო პოზიცია? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს იყო მეორე შეხვედრა. პირველი შეხვედრა გაიმართა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გავისუნიასთან და იქ იყო წარმოდგენილი ტექნიკური უნივერსიტეტის არგუმენტები, რადგან პირველი შეხვედრა გაიმართა ცალკე სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცალკე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ანუ ჩვენ იმ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეს გავაცანით ჩვენი არგუმენტები. რატომ არის დამაზიანებელი ამ ორი დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება? მოგვისმინეს, რა თქმა უნდა, განცხადება იყო ასეთი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბატონი გაბისონია არ არის უფლებამოცილი, რომ გააკეთოს ამის იქით განცხადება. მოგვისმინეს, მინისტრის ჩამოსვლის შემდეგ უკვე ერთად ორი უნივერსიტეტი შეხვდა მინისტრს იმისთვის, რომ ეთქვათ თავისი გულის ტკივილი. გაეზიარებინათ ის არგუმენტები, რაც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენელს აქვს და ეს იყო არგუმენტები იმაზე, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის უნივერსიტეტი, რომელსაც ტრადიციულად აქვს ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის უნივერსიტეტი, რომელსაც ასევე ტრადიციულად აქვს ძალიან მყარი პოზიციები საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ განათლებაში და ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება ანგრევს იდენტობას ამ უნივერსიტეტებისა, რითიც ისინი არიან ძლიერები არა მარტო რეგიონის, არამედ მსოფლიო დონეზე, რადგანაც ეს არის რეპუტაციული ზიანი. იყო საუბარი იმაზე, როგორი სირთულეები ახლავს ამას, თუნდაც პროგრამების გაერთიანების, თუნდაც სხვადასხვა მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტებში არის ჩამოყალიბებული ზოგადად ეს ასია, სხვადასხვა შრომის კულტურა. უნივერსიტეტებს აქვთ ბევრი წლების მანძილზე გაწერილი პროგრამები და ამ პროგრამების განხორციელების ხარისხის კონტროლი. რა არის პოზიცია მინისტრის და სამინისტროს? მათ ალბათ ესმით ეს სირთულეები, თუმცა გადაწყვეტილება იქამდე ვიდრე შეკვდებოდნენ და იქნებოდა მოლაპარაკებები მიიღეს. დღეს რა პოზიცია აქვს და მათ რა არგუმენტები აქვთ ამის საპირწონედ? მოგახსენებთ, მინისტრის, ასე ვთქვათ, შეფასება იყო ასეთი, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიზნები, მაგრამ ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა გზებს. თვითონ პროცესი, რა თქმა უნდა, არის მოუმზადებელი. რასაც ჩვენ ვთხოვლობდით, ეს იყო, რომ მოგვეცით დოკუმენტები, რის საფუძველზე
არის შესაძლებელი ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება. იმიტომ რომ ეს მოიცავს ფინანსურ რისკებს, ეს მოიცავს რისკებს, რომლებიც განათლების ხარისხთან არის დაკავშირებული და ლაპარაკი ხომ სულ ასეა, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. როგორ? გვაჩვენეთ დოკუმენტი. არის შესაბამისი კვლევები ან რაიმე მონაცემი, როცა ამას გესაუბრებათ მინისტრი, აქვთ თუ არა მეორე მხარის საფეწონეთ დადებულება? რა თქმა უნდა, არსებობს მსოფლიოში უნივერსიტეტების გაერთიანების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მაგალითები, მაგრამ ვერც ერთ მათგანში თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს განხორციელდეს ესეთ მოკლე დროში, მოუმზადებლად, ისე რომ ამ უნივერსიტეტების ხედვა, მათთან კონსულტაციები და ის ხანგრძლივი პროცესი, რაც ამან უნდა დაიკავოს, რომ ეს არ იყოს გავლილი. აი ეს არის პრობლემა. როგორ ფიქრობთ, რა არის მოტივი დღეს განათლების სამინისტროსი ხელისუფლების ზოგადად, რა არის მიზანი ამ გაერთიანების? ნაწილმა შეხვედრიდან გამოსულმა ლექტორებისა თქვა, რომ იყო კონკრეტულ რაღაცა უნივერსიტეტების დასჯის პროცედურა, ნაწილი საუბრობს, რომ გაერთიანების მიზნები. თქვენ როგორ აფასებთ ამ ამბავს? რა არის ხელისუფლების ამოსავალი წერტილი დღეს? ჩვენ აი ეს გვინდა სწორედ, რომ ჩვენ ვნახოთ გაწერილი მიზანი რა გაცხადებული დეკლარაციის სახით კი არა, გაწერილი მეცნიერულად დასაბუთებული, ჩვენ ხო მეცნიერები ვართ, ხო? და თუ ეს არის პროექტი, ნებისმიერ პროექტს აქვს თავისი მიზანი, თავისი განხორციელების ეტაპები და რაც თავარია რესურსები ამის განხორციელების. რა იწვევს საზოგადოებაში ასეთ აღშფოთებას? სტრესი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, სტრესის განსაზღვრება ზოგადად ხომ, აი მენეჯმენტში, ფსიქოლოგიაში არის ეგრეთ წოდებული 3D: ინფორმაციის დეფიციტი, დროის დეფიციტი და რესურსების დეფიციტი. ამ შემთხვევაში ჩვენ სამივე დეფიციტი გვაქვს. ჩვენ არ ვიცით რა დროში, ჩვენ არ გვაქვს აბსოლუტურად ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ეს სტრუქტურირებული და ჩვენ არ გვაქვს რესურსები. ჩვენ არ ვიცით რა არის რესურსები. მინისტრმა ასეთ შემაჯამებელ, იმიტომ რომ ხლა აზრი არა აქვს, ჩვენ განვიხილოთ ეტაპობრივად რა ხდებოდა. საბოლოო სიტყვაში მან თქვა, რომ ჩვენ გავიგეთ რა არის თქვენი პოზიცია, ჩვენ გვაქვს სხვა ხედვა, მე გავაცნობ თქვენს არგუმენტებს, თუმცა არ გვეთანხმებოდა, რომ ეს იყო არგუმენტები და ჩვენ ჯგუფში ამას განვიხილავთ. და მინდა რომ ვიყოთ პრაგმატულები, პრაგმატიზმი არის სწორედ ინფორმაციის ფლობმა. მე რომ ვიყო პრაგმატული, მე უნდა მქონდეს ინფორმაცია. თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ. და ვისწრეს, რომ დავფიქრდებით, ვიმსჯელებთ და ეს სიტყვები ნამდვილად იყო ნათქვამი, არ მომჩვენებია, ჩვენ ახლა არ ქონდა იმის საშუალება, რომ ეს ჩაგვეწერა, მაგრამ იქნებ ვიმსჯელოთ, როგორ დავაახლოვოთ პოზიციები და იქნებ ვიმსჯელოთ, როგორი შეიძლება იყოს სხვა ხედვა და ალტერნატივა. ეს სიტყვა იყო ნათქვამი. თქვენთვის რა იქნებოდა ალტერნატივა და სწორი გარდაკვლევებისა და დასაბუთებული პოზიციისა, თუ კი ეს გიქნებათ, მათ შორის შეიძლება ვთქვათ, რომ მისაღები გახდება უნივერსიტეტების გაერთიანება ამ ფორმით, თუ რა არის ამ შემთხვევაში მთავარი, ასევე რაც პროფესორ მასწავლებლების მხრიდან გაჟღერებული იყო. როგორ შეიძლება დაახლოვდეს ეს პოზიციები ერთმანეთთან? პროფესორების, მასწავლებლების ერთი და მეორე მხრიდან იყო გაჟღერებული პოზიცია. ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის შეუძლებელი. იმიტომ რომ ერთიც და მეორეც არის ბრენდი. იყო მოყვანილი მაგალითები ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორც არის ისრაელი, რომ იქ არის მულტიფუნქციური ერთი უნივერსიტეტი.
გეთანხმებით, შესაძლოა მულტიფუნქციური ერთი უნივერსიტეტი იყოს, მაგრამ იმავე ისრაელში, თვითონ იერუსალიმში არის 3 სხვადასხვა ტექნიკური, ტექნოლოგიური ინსტიტუტი. ჰებრიული უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ანუ უნივერსიტეტები, სადაც საინჟინრო განათლება აბსოლუტურად მიზანმიმართულად და ასე რომ ვთქვათ, იმართება სწორედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ამაზეა საუბარი, იმიტომ რომ ტექნიკური დარგი ზოგადად და საინჟინრო პროგრამები მოითხოვს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ფინანსირებას. მოგეცენებათ, რომ იგივე სოციოლოგია, შეიძლება ფსიქოლოგია, სადაც ძირითადად კვლევები არის თეორიული ხასიათის, ეს არის სხვა ტიპის დაფინანსება და სხვა არის, როდესაც საჭიროა ტექნიკის, ტექნოლოგიების, ლაბორატორიების, ასე ვთქვათ, გამართვა და აღჭურვა, რა თქმა უნდა, ძვირადღირებულია, მაგრამ რა უშლის იმას, რომ გააძლიერონ ფინანსირება ტექნიკური უნივერსიტეტის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ შედარებებს ვახდენთ, არ მოვიტან კემბრიჯს და ოქსფორდს, MIT ეს არის მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ტექნოლოგიის. მინდა გითხრათ, რომ მისი ენდოუმენტი, ანუ ეს არის ზოგადად კვლევებისთვის გამოყოფილი ასეთი ფონდი არის 25 მილიარდი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 20-24 წლის ბიუჯეტი იყო 72 მილიარდი. 5 მილიარდი არის მიმართული იგივე MIT-ში სტუდენტებისთვის და ეს არის 11500 სტუდენტი მთლიანად და იქაც, რა თქმა უნდა, ეს კი არის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, მაგრამ იქ არის, რა თქმა უნდა, ცალკე არის School of Engineering, School of Arts, School of Sociology, ანუ სხვადასხვა სკოლებია, მათ შორის ჰუმანიტარული, მაგრამ 40% აქედან მოდის სწორედ საინჟინრო სკოლები. ქალბატონო ირინე, რას ელოდებით გაგრძელება როგორი შეიძლება იყოს? გაქვთ თუ არა არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ რაიმე ფორმით შეიძლება გადაწყვეტილება? ან ხომ არ ყოფილა მომდევნო შეხვედრა, როდის შეიძლება დაიგეგმოს მინისტრის? ამაზე არ ყოფილა საუბარი მინისტრთან შეხვედრაზე, ან შეიძლება უფრო მაღალ დონეზე. მოლოდინი არის ისეთი, რადგან გვითხრეს, რომ ჩვენ მოვისმინეთ თქვენი არგუმენტები და ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მოლოდინი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. რომ იქნება ამაზე მსჯელობა და რაც მთავარია, ჩვენთვის იმ, ასე ვთქვათ, არგუმენტების კი არა, უკვე დასაბუთებული სხვადასხვა მიმართულებით დასაბუთებული დოკუმენტების წარდგენა. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ამ შეხვედრას ესეთ რეფრენად გასდევდა ერთი და მეორე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან. დაგვაცანით დოკუმენტები. დაგველაპარაკეთ, მოგვისმინეთ. ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ის თუ რატომ არის თუნდაც ერთი დასახელების მქონე პროგრამების გაერთიანება, იმიტომ რომ არის ასეთი პროგრამები, საინჟინრო მიმართულებით ნაკლები, მაგრამ ისეთ რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებობს ასეთი ჰუმანიტარული სკოლა, ტექნიკურ დონეზეც ეს არის ძალიან რთული პროცესი. დაველოდოთ როგორი იქნება გაგრძელება, რა იქნება სამინისტროს პოზიცია და მათ შორის ექნება თუ არა რაიმე შედეგი თქვენთან შეხვედრებს. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და პასუხობდით ჩვენს კითხვებს. ირინა გაცირიძე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი იყო, საქმიანი დილის სტუმარი.